Agaz თავი დავანებოთ, ეხლა არის ძირითადი პრობლემა ჩვენი კანალიზაციის სისტემა. აი მეტი არაფერი არ არის. ეს არის პრობლემაა და ეს არის. ამ ეტაპზე ამას ივანე ახალციხელის ქუჩის 50-მდე მაცხოვრებელმა პროტესტის საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო გამოთქვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეორე დღეა დასახლებაში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ისე დაიწყო, რომ საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგებულა. სისტემის არარსებობის გამო ფეკალური მასა გზაზე გადადის. გარდა ამისა, ოჯახში სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოყენებულ წყალს არხის უქოლობის გამო ადგილობრივები ქუჩაში ხვრიან. მოსახლეობის თქმით, თუ კი საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგდება, გზის მოასფალტებისთვის გამოყოფილი თანხა მიზანმიმართულად არ დაიხარჯება, რადგან არხების გასაყვანად ასფალტის აყრა გახდება საჭირო. ზარად გვინდა ეს საწავიღოთ ეს ფეკალური მასები. რანაირად უნდა ვქნათ ამ ხელა სანიაღური არხი თუ არ იქნება, აქ არაფერი არ იქნება, ინფრასტრუქტურა, ჯერ კანალიზაცია თუ არ ქონდა. ამდენი წლის განმავლობაში აქ არ იგებოდა გზა, იმიტომ რომ ქონდა პასუხი, ჯერ კანალიზაცია არ გაქვთ. გავიდა წლები და ეხლა გზას გვიგებენ და კანალიზაციას არაო და რაღა მნიშვნელობა აქვს მაშინ. ესე იგი ვითხოვთ ჩვენი უბანი უპირველეს ყოვლისა კანალიზაცია გაგვიკეთო. იმიტომ რომ აქ გზის გაკეთებას აზრი არ აქვს, სანამ არ მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა. იმიტომ რომ კანალიზაცია მაინც უნდა გაკეთდეს, როდესღაც უნდა გაკეთდეს და ეს გზა გადაითხრება ისევ, აზრი არ აქვს. ამიტომ ჯობია რომ მოგხედონ, მოგაქცინო ყურადღება, ჯერ გააკეთონ კანალიზაცია და მერე გზა. საკანალიზაციო სისტემის გარდა ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები სხვა საკითხებზეც ჩივიან. მათი თქმით, დასახლებაში ერთ-ერთი პრობლემა წყალია. კანალიზაციის სისტემის არარსებობის გამო სასმელი წყლის დაზიანებულ მილებში ფეკალური მასა ჩაედინება. მოსაგვარებელია გარეგანათებისა და ნაგვის ბუნკერების პრობლემაც. ადგილობრივები ჩივიან, რომ ქუჩაზე ნარჩენებისთვის ურნები არ დგას. დასუფთავების მანქანა კი კვირაში ერთხელ მიდის. განათების ბოძები ბევრ ადგილზე არ არის. ხიდის იქით ამხარეს ძალიან ბნელა, ბავშვები რომ მოდიან გვიან მეცადინეობიდან რამე ეშინია უნდა გამოუდგე. მესამე კიდევ ის არის, რომ კვირაში ერთხელ დადის ნაგვის მანქანა, ისიც თუ ტალახია ვერ ამოდის, ამიტომ გვიწევს წაღება, ყველას არ მიაქვს, ზოგი მოხუცი იქ ყრის, აქ ყრის, შემდეგ ეს ძაღლებს აქეთ იქით მიაქვს და არის ანტისანიტარია და გინდ გზა აიღე, გინდ სანიარღი არხები აიღე, რავი, აგერ აკეთებენ სამხრარზე კეთებაო. კანალიზაცია ვაფშე არ არსებობს, ამ უბანში არ არის რა. აი, ნაგავი კვირაში ერთხელ მოდის, ზაფხულია. შუა ზაფხულში ერთი კვირა რომ ნაგავს სახში აჩერებ და მერე მოდის დიდი გაზი კი მოდის. იქ მამაკაცია დილას სამსახურში გადის, ქალია, იმას შეძლებს ის რო აწიოს, რა აწევს, ჩაიწუწება, გაირიცხო, დასაბანი გახდება ისევ, რა ვიცი. მაგარი სიბუძიროა ამ უბანში. არ ვიცი ახლა ქალაქს ვეკუთვნით, სოფელს ვეკუთვნით, თუ რას ვეკუთვნით. მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მერის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა იგი ვერ სრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის უყურადღებობაზე საუბრობს მოსახლეობაც. იმიტომ რომ ჩვენი პატრონი კაცი არ არის. 25 წელია დავდივართ საკრებულოში გამგეობაში. ვთხოვთ რომ გავიკეთონ გზა, აქ რომ წყალი ადიდება. იმხელა წყალი კი არ მოდის, მოდის ნიაღვარი, ტალახის დიდი მასა, რომელიც ჩამოდის აგერ ამ ქუჩას ხო აბინძურებს ყველანაირად. სახლებში უვარდება ხალხსა. მერე ჩამოდის ქალაქში და ქალაქს აბინძურებს. კაციშვილი პატრონი არ არის რომ ეს არხები გაგვისუფთავოს, ამოასუფთავოს, ან ცემენტი ჩაასხან. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, მომავალში როდესაც იქნება, ხო უნდა გაკეთდეს საკანალიზაცია. მერე უნდა ამოითხაროს ისევ ეს ასფალტი და ფაქტიურად ეს ბიუჯეტის თანხები გამოდის წყალში გადაყრილი ფული. რომ მოდიოდენ და ეხვეწებოდნენ ხმა მოგვეცითო და კანალიზაციას მოგიწესრიგებთ, 24 საათიანი წყლის მომარაგება იქნება, გზები იქნება, განათება იქნება. სად არის ეს ყველაფერი? დღეს სათხედავთ, აბა რომელი ერთი მთავრობის წარმომადგენელი აქვს მოსული ხალხთან, იმ ამორჩეველთან, რომელმაც ხმა მისცა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლებმა ქალაქ ახალციხის მერს მიმართეს. გიორგი კოპაძის თქმით, კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება მერიის კომპეტენციაში არ შედის და პრობლემის მოგვარებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს. რაც შეეხება ფეკალური მასის გზაზე გადმოშვებას, კოპაძის თქმით, ეს კანონდარღვევაა და თავად მაცხოვრებლებმა უნდა მოაწესრიგონ. მერი ირწმუნება, რომ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება გზის საფარის მნიშვნელოვან დაზიანებას არ გამოიწვევს. საკანალიზაციო სისტემებში მე ბიუჯეტის თანხა შეჭადება არ შემიძლია. ამისთვის არის წყალმომარაგების კომპანია, რომელიც გადასახადსაც კრიფავს. საკანალიზაციო სისტემას სჭირდება 60 სანტიმეტრიანი არხის გაჭრა. 60 სანტიმეტრი არხი 4 მეტრიან გზას ვერ გაანადგურებს. საკანალიზაციო სისტემა არ უნდა ამას, ეს არის ჭები, ასეთი სისტემები არის ძალიან ბევრგან. თავის ჭები აქვთ, ერთ წელიწადში ივსება ესენი, მოდის ასანიზაციის მანქანა და გააქვთ. როცა გინდა საკანალიზაციო და თანამედროვე სისტემა კონდეს.
პრობლემის შესახებ მეცხრიერხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის ტენდერი წარმატებით დასრულდა. ივანე ახალციხელის ქუჩაზე ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა და პროექტი მზად არის. მისი ღირებულება 473.000 გახლავს და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით 800.000 ლარით ფინანსდება. როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, დასახლებაში იგეგმება განათების ენერგოდამზოგავი სისტემის დამონტაჟებაც. მერი ირწმუნება, რომ ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობას ნარჩენების გატანის პრობლემა აღარ ექნება. კოპაძემ ქალაქისათვის ნარჩენების კონტეინერების შესყიდვას ხელი დღეს მოაწერა. მათი ნაწილი ივანე ახალციხელის ქუჩაზეც განთავსდება.